ის მონეტიზაციაში ახლა დაიწყება ჩვენი პარტნიორის ლიდერ ქალთა საზოგადოების რუბრიკა, ეგიდით მომზადებული რუბრიკა, რომელიც სხვადასხვა დღეს ახალ სეზონზე პირველად არის და საერთოდ პირველად არის დილის გადაცემაში. მივესალმები ნათია შათირიშვილს. კეთილი იყოს შენი მობრძანება ნათია დილის ფორმატში უკვე, იმიტომ რომ პირველად ხარ დღეს ჩვენს დილის არაჩვეულებრივ ფორმატში და მოკლედ გილოცავ კიდევ ერთხელ ახალი სეზონის კიდევ ჩვენთან ერთად დაწყებას და საკუთარ თავსაც ულოცავთ რა თქმა უნდა შენთან ერთად ამ სეზონის დაწყებას. მოკლედ შეიძლება ითქვას რომ წინა სეზონზე რუბრიკამ ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ერთობლივად კიდევ და კიდევ გავზარდეთ ცნობიერების კამპანიას ზუსტად იმ მიმართულებით და იმ რეგლამენტით, რასაც ლიდერ ქალთა საზოგადოება აკეთებს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ვიცი რომ ძალიან ბევრი გეგმები გაქვთ ასევე მიმდინარე სეზონზე სექტემბრიდან ძალიან აქტიურად დაიწყო, ესე ვთქვათ, ფუნქციონირება და აქტივობა ლიდერ ქალთა საზოგადოებამ და მოკლედ ეს ყველაფერი უკვე პირობას ვაძლევ მაყურებელს, რომ ჩვენს გადაცემებში ძალიან ესე ფართოდ იქნება გაშუქებული. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ძალიან საინტერესო სტუმარი გყავთ დღეს ჩვენს გადაცემაში და მოკლედ გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მიხარია რომ სეზონის გახსნიდან პირველივე დღეს დილის ეთერში გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ ლიდერ ქალთა საზოგადოების გადაცემა გაჟღერდეს და გავიდეს. აუცილებლად გეთანხმებით იმაშიც რომ გასულ წელს ძალიან საინტერესო ისტორიები ჰქონდა ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლების შესახებ და არანაკლებ საინტერესო წელი გველოდება წინ. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და ძალიან მიხარია და უღმესი მინდა გადავხადო ამ შესაძლებლობისთვის ქალბატონ რუსუდან გალდავას. ლიდერ ქალთა ორგანიზაციას ყავს დღეს სტუმარი გვერგო პატივი, ამერიკიდან ემიგრანტი, საერთაშორისო მასწავლებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი რუსუდან გალდავა, რომელიც ფაქტიურად დღეს უკვე მიფრინავს, მაგრამ მან თავისი ძვირფასი დრო დაგვითმო, არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას ქალბატონ რუსუდანი ძალიან ცნობადი არის თავისი საქმიანობით და ძალიან ბევრმა იცის მისი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ და ღვაწლმოსილი პედაგოგია ის და საზოგადო მოღვაწე, მაგრამ არ შეიძლებოდა მე ვერ მივცემდი თავისუფლებას, რომ ეს შესაძლებლობა არ გამომეყენებინა, ესე უხეშად რო ვთქვათ და ჩვენს ეთერში ის დღეს სტუმარი არ ყოფილიყო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ქალბატონ რუსუდანს, რომ მისი ძვირფასი ოქროს წუთები დაგვითმო და დღეს ჩვენ ეთერში გვესტუმრა ის. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ალბათ ქალბატონ რუსუდანი თვითონ წარმოგვიდგენს, როგორც თქვით, ის არის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი ყავს ასოციაციას ქალბატონი ირინა ჯგერინაიას, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი, გახლავს პრეზიდენტი ამ ასოციაციის და ამერიკაში არსებულ ასოციაციასთან დაკავშირებით ქალბატონ რუსუდანი უფრო ფართოდ გვესაუბრება, ალბათ მე ვიცი რომ ამ ასოციაციას აქვს დაახლოებით 24 ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით და ის ემსახურება ქართულ კულტურას, ზრდის აქვს ძალიან ბევრი საკვირაო სკოლა ქართულ კულტურას, ასწავლის ბავშვებს ქართულ ენას და ასე შემდეგ. უამრავი ფუნქცია აქვს შეთვისებოდა, რაც ყველაზე მთავარი ამ სკოლაში არის მოღვაწე ქართველი მასწავლებლები და ამ შესახებ ქალბატონ რუსუდანი ალბათ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება. მოგესალმებით. მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის, ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის, ჩემს მშობლიურ მიწაზე ყოფნაც და თქვენი მოწვევისთვის მადლობა. რაც შეეხება მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციას, შეიქმნა 2020 წლის აგვისტოში, ოფიციალურად არის გაფორმებული იუსტიციის სამინისტროში. იდეის ავტორი გახლავთ ჩვენი პრეზიდენტი ქალბატონი ირინა ჯგერინაია. დამფუძნებლები არიან ბარსელონას წმინდა თილოს ივერიელის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი. ამავე ტაძართან არსებული წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პედაგოგი მარინე წიქორაძე და გახლავთ მე ამერიკის ნიუ-იორკში არსებული ქართული კულტურის ცენტრის ფესვების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. როგორც კი გაჩნდა ეს იდეა და დამიკავშირდნენ მე ჩვენ ეხლა მე ვიცნობდი ევროპის და ამერიკაში არსებულ ქართულ სკოლებს და
პირველივე დაძახილზე შეიკრიბა 24 საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლა. ეს იყო ძალიან პირველი სხდომა გრძელდებოდა 8 საათის განმავლობაში. არავის უგზია დაღლა. ეს იყო ისეთი წარმოიდგინეთ სხვადასხვა ქვეყნები, სადაც ჩაკეტილი გოგონები თავისი ხარჯებით რაღაც ოთახს დაიქირავებენ, მოუყრიან ბავშვებს თავს, ზოგი ეკლესიაში მოუყრეს თავს და ენის გასატეხებით ასწავლიან, ქართული არ დავიწყო, ხედავენ რომ აი მომავალი თაობა იქ დაბადებული ქართულად ვერ ლაპარაკობენ ბავშვები. აი ეს მასწავლებელები აი გავერთიანდეთ უცებ და ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ და დაკარგულები კი აღარა ვართ ამ მსოფლიოში. რაღაც ბირთვი შეიქმნა, აბსოლუტურად ერთნაირად მოაზროვნე. აი ბავშვის სიყვარულზე, მომავალზე ფიქრით, ჩვენი მომავალი თაობის ფიქრით გაჟღენთილი ადამიანების ზოგიერთი სამკურნალოდ წასული საზღვარგარეთ სახელმწიფო დახმარებას აძლევს აი იმპულსი იყენებს იმისთვის ოთახი დაიქირავოს რომ ბავშვებს ასწავლოს ქართული ენა არ დაავიწყოს აქ მარტო ქართულ ენას სწავლება არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი მაგრამ თქმის ისე რომ ქართული კულტურის ელჩები გამოდიან იმ ქვეყანაში იდენტობას ქართულ კულტურას აჩვენებენ იმ ქვეყნებს სადაც ჩვენ ვარსებობთ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სამშობლო გეგმა დავისახეთ და არაჩვეულებრივი პროექტები განვასახიერეთ. ძალიან საინტერესო მარტო მასწავლებლები არ აქვს. დავუშვათ მარინა მარჯანიშვილი ჩვენთან არის და თორნიკე ჩაგვიტარეს აი შეხვედრა, როცა მხატვრულ კითხვაში თავისი მოსწავლეები მოიყვანეს დიახ და წარმოიდგინეთ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოყურებენ როგორ უნდა წაიკითხონ სწორად ქართული ლექსი. შემდეგ ჩავიდნენ ოტე იოსელიანის სახლ-მუზეუმში და იქიდან წარმოადგენს 6 შინაბერა და ერთი მამაკაცი. ბავშვები ტიროდნენ, გაოგნებულები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არ ყოფილან საქართველოში ისეთი ბავშვები ჩამოვიდნენ წასვლა აღარ უნდა თუკა მე-11 კლასელი ბიჭი აპრილში გამოგვექცა არ შემიძლია მშობლები იქ ყავს ბებია ბაბუასთან წამოვიდა მე ვაახლოებ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთთან დავუშვათ ჩვენთან ფესვები ქვია ჩვენს კულტურის ცენტრს და მოინდომეს ტორონტოს ქართული სკოლის ბავშვებმა დამეგობრება და როცა გოგონები ერთმანეთს ესაუბრებიან და აი დედა და მამა და აღმოჩნდა რომ ამათი დედები კარის მეზობლები არიან და ერთად გაზრდილები არიან. აი ეს იმხელა мотиваცია არის ჩვენთვის რომ თითოეულს რომ ვეძებთ მასწავლებელს მოსწავლეს ქართულ ბავშვს რომ იდენტობა არ დაივიწყოს თავისი ძალიან ძლიერი ენა გვაქვს ახლა ვადარებთ ჩვენ დავუშვათ ინგლისური ქართული ძალიან დიდი ტრადიციული ენა არის და დიდი ხნის ახლა შედარება ქალბატონოსთან ბოდიშკირთით რომ შეგაწყვეტინებთ, მაგრამ აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ჩვენ წუხელ შეხვედრაზე, განვიხილეთ წიგნი, რომლითაც თქვენ ხელმძღვანელობთ და ჩვენი ქართველი ბავშვები ემიგრანტები სწავლობენ ქართულ ენას, რომელიც არის საპატრიარქოს მიერ დაფინანსებული და ამ წიგნით ხელმძღვანელობთ, ისინი სწავლობენ ენას და ფანტასტიკური სახელმძღვანელოა, ძალიან შინაარსობრივად ძვირფასი და წარმომიდგენია როგორ უმარტივებთ მათ ქართული ენის შესწავლას და ეს ვფიქრობ რომ ძალიან აღსანიშნავი ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც საპატრიარქო ჩართულია იმაში, რომ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცეთ აბსოლუტურად გამოყოფილი ამ წიგნში რელიგია, კულტურა, ქართული და შესაძლებლობას აძლევთ ძალიან მარტივ ენაზე მათ შეძლონ საუბარი, წერა, კითხვა და ასე შემდეგ. მოკლედ ვერ ვილაპარაკებთ რომ არ მეყოფა რომ რა პროექტები განახორციელეთ იმაზე სალაპარაკოთ და ჩვენ ძირითადი მონაპოვარი არის ეს წიგნი რომელსაც ქვია საგზალი ძირითადად საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლები არის ტაძართან არსებული
ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ სახელმძღვანელო ჩვენივე ძალებით, აი იმ ასოციაციის მასწავლებელთა ძალებით სახარებაზე დაყრდნობით. ანუ ჩვენი პირველი სიტყვა არის ISO 400-ს ვასწავლით და ISO. მე ვასწავლი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშიც. და როცა ვზივარ ცხედან ბავშვები, ირგვლივ ხატებია. იმათ უკვე იციან, ახლა მე არა ვარ მოძღვარი და მე არ ვასწავლი რელიგიას, მაგრამ სახარების ცოდნა აუცილებელია ელემენტარული საკუთხით დავუშვათ როგორ ხდება ნათლობა და საიდან მოდის სათავე, საიდან ფერი ცვალება და ასე შემდეგ ქრისტიანული. აი ეს ყველაფერი ჩადებული არის ამ წიგნში. ძალიან უმარტივდებათ ბავშვებს. ძალიან მოსწონთ მშობლებსაც. მე ხშირად გვეკითხებიან, რატომ უარყოფთ გოგებაშვილს. არ უარყოფთ გოგებაშვილს. თვითონ არ მოსწონდა ხოლმე და ხშირად ასწორებდა თავისივე წიგნს, ხო? ძნელია, რთულია ბავშვებისთვის, საზღვარგარეთ დამატებული ბავშვებისთვის. ჩვენი არის მარტივი ტექსტები, მარტივი განმარტებებით და აი ძალიან ჩვენ ვიყავით ჩვენს მინისტრთან, განათლების მინისტრთან შეხვედრაზე და გავაცანით და საკმაოდ მე ვფიქრობ, რომ მასაც მოეწონა. ეხლა გავაკეთეთ რვეული და გავაკეთეთ მეორე ნაწილი, რომელიც უკვე არის ისტორიული. მაგრამ იქ არ არის ისტორიული ფაქტები ჩამონათვალი. დაუშვათ წელს ბავშვები რო ჩამოვიდნენ, მე დავავალე, რომ აუცილებლად ჩადით მცხეთაში, აიყვანეთ ჯვარზე ბავშვები, გადმოახედეთ მტკვრისა და არაგვის შესართავს, მარცხენა მხარეს დააკვირვეთ, რომ ქართლის მთა სადაც დგას, სადაც ქართლოსია დაკრძალული, რომ ქართლმა დაიწყო ქართლოსი, ქართლი, საქართველო დაიბადა საქართველოს, შემდეგ მცხეთოსმა მცხეთა ააშენა და იცოდნენ, ბავშვმა იცოდეს ფიზიკურად ის რისი ნახვაც შეუძლია, საიდან, აი მაგალითების თვითონ ბავშვების მონათხრობია, ელემენტარულად ვაძლევთ ცოდნას ისტორიულ ძირითად მეფეებსაც. ეს უკვე ახალ წიგნშია ჩადებული და არ ვიცი, ქუთათელ გაენათელი ეპისკოპოსი მეუფე იოანე გვერდში გვიდგას და საპატრიარქო. ქავტონოს ძალიან მინდა მოვასწროთ ფილმთან დაკავშირებით გვითხრათ ორიოდე სიტყვა. არ შეიძლება ამ ფილმს არ შევეხოთ. დიახ, ჩვენი 4 წლიანი არსებობის შედეგი გახლავთ დოკუმენტური ფილმი მგზავრი წერილებით, რომლის პრეზენტაციაც 10 სექტემბერს ჩატარდა. იქ არის 12 საკვირაო სკოლა გადაღებული, იქ არის თითოეული სკოლის ცხოვრება აღწერილი. აი დარბაზი ტიროდა, მე ეს პირველი ჩვენება იყო ფილმის, ტელეფონი ჰქონდა ჩართული და რომელ სკოლაზეც იყო ლაპარაკი, იმის მასწავლებელს ურეკავდნენ, საზღვარგარეთ ტიროდნენ, ნუ ემოციები იყო აუწერელი. ეს არის ისტორია. ეს არის ისტორია, რომ და ჩვენ ჩამოვედით და გავაცანეთ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მთავრობამ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს აი ესეთი ასოციაცია, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს. ერთადერთი აი გვეხმარება საპატრიარქო დაგვიბეჭდა ეს წიგნი. ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო ჩვენი ფილმი. ჩვენი და მეგობარი სხვათა შორის, ნიკა ხომასურიძე, რომელიც გუშინწილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ზუსტად. ესე იგი არ ვიცი, ნიკოლოზ ხომასურიძეზე შეიძლება დაუსრულებლად ლაპარაკი. კოვიდის პირობებში გადავიღეთ ეს ფილმი. წარმოიდგინეთ, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა არ შეიძლება. ჩვენ ხო გავაკეთეთ გეოგრაფია, როგორ უნდა გადასულიყო ერთი ქვეყნიდან მეორეში. ის იქიდან არ უშვებდნენ, ესენი დაუშვათ ესპანეთთან ჩავიდოდნენ საქართველოში, საქართველოდან გრაცში, მე ისე უკან, აი ეს ხარჯები, ეს ყველაფერი ჩვენით იმხელა ენთუზიაზმი არის. ეხლაც მეუბნებიან, ვინც ვერ ჩამოვიდა. ხარჯები იყო, რა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ყველამ გავინაწილოთ. აი ეს ყველას განაწილება, ყველას გული, ყველას სიყვარული არის.
ჩვენი ურთიერთობის ბაზისი და პარლამენტში შეხვედრაზე ვთქვი, რომ არ გეწყინო, შეიძლება გეწყინოთ მეთქი, მაგრამ უფრო მობილური, მონოლითური, სიყვარულით, ბავშვის მომავალზე ფიქრით შემდგარი ჯგუფი მე არ მეგულება დღეს საქართველოს. ვა, როგორ მოუხდა სხვათა შორის ლიდერ ქალთა საზოგადოების რუბრიკა დილას. ძალიან მოუხდა, იმიტომ რომ მე მაგალითად აი ასეთი საუბრით, ასეთი აი მშვენიერი ქალბატონით, ანუ ძალიან დადებითად დავიმუხდე დილიდან და დიდი მადლობას გიხდით ამისთვის თქვენ. ნათია, არ ვიცი, უღრმესი მადლობა შენ ამ ძალიან საინტერესო მუხტისთვის და ასეთი სპიკერებისთვის, რომლითაც ყოველთვის გვანებივრებ და მოკლედ ძალიან კიდევ ერთხელ ამბობ, რომ მოუხდა დილის ფორმატს ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკა. ისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე. წუთი შეიძლება. კი ბატონო. ჩვენ წელს დავაარსეთ ექვთიმეს თაყაშვილის სახელობის ჯილდო, ანუ ჩვენ თვლით, რომ ყველა მასწავლებელი, როგორც ექვთიმემ შეუნახა განძი თავის ქვეყანას, ისე ვუნახავთ ჩვენს განძს, მომავალ თაობას, ჩვენ სახელმწიფოს და ყოველ წელს დაჯილდოვდება ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ, ვისაც კომისია ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტს. ეს არის პატარა სკულპტურა ექვთიმესი, რომელიც უსასყიდლოდ გაგვიკეთა გიორგი კიკნაძემ, ეს ქუთაისელი მოქანდაკე არის და ყოველ წელს დავაჯილდოვებთ. საინტერესო ინფორმაცია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.